მოდით ნახოთ საჯარო გაშლით ძალიან საინტერესო თემა. ცოტა ვიინტრიგნოთ ახლა მე და თქვენ. და თემა მდგომარეობს შემდეგში. რეალურად ჩაფიქრებული ადამიანი რა დამოკიდებულებით არის ჩემს მიმართ. ნებისმიერი ვინმე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ გაინტერესებთ ადამიანს რეალურად რა დამოკიდებულება აქვს. ერთი არას გაჩვენებთ, ერთი არას დემონსტრირებს, მეორეა რა ხდება მის შიგნით, ხო? სამ ვარიანტად ვნახავთ რეალურ დამოკიდებულებას ადამიანისას თქვენთან მიმართებაში. პირველი არკანი გვაჩვენებს, როგორ ადამიანად გხედავთ ეს ადამიანი თქვენ ახლა. როგორი ხართ მის თვალში, როგორ გკითხულობთ პერსონალურად, ენერგეტიკულად. და მე ვნახავთ რეალურად რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ. კეთილი, პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი. თქვენს წინაშე არის სამი ვარიანტი. ამაქვებს დავალაგებ და უფრო მეტად კარგად შეძლებთ არჩევას. კეთილი, პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ნიჟარა. მეორე ვარიანტი გვექნება სერტოლიკის გული. და მესამე ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი. ციალი გაჩვენოთ. აი ესეთი სამი ვარიანტია თქვენს წინაშე. პირველი, მეორე, მესამე. შეგიძლიათ ერთი არა და ორი ადამიანი ჩაიფიქროთ, ხო? დახვჭეთ თვალები, დაინახეთ ის კონკრეტული ადამიანი, ესთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გინდათ და გაინტერესებთ და პირველი არკანი გვიპასუხებს, როგორ გხედავთ, აი როგორი ხართ ამ ადამიანის თვალით დანახული, რამდენად რეალობა შეესაბამება, არ შეესაბამება, ეს ალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ ახლა ხომ მათი თვალებით ვიყურებით. კეთილი. იმედია ყველამ აირჩია თავის ვარიანტი, პირველი ვარიანტი. ეხლა ადამიანი როგორ გხედავთ, აი როგორი ხართ ადამიანის თვალში. არკანი ზომიერება, თქვენი ადგილი გაქვთ ნაპოვნი, მოდით ამ არკანებს გავწევ. თქვენი ადგილი გაქვთ ნამდვილად ნაპოვნი, თქვენი გზები გარკვეულ საკითხში და სცენარი უკვე შეკრულია თქვენთვის, გასაგებია ვინ ხართ, რა ხართ, მყარად ხართ თქვენს პოზიციაზე. ადამიანი გხედავთ, რომ ხართ თქვენს ადგილზე ნამდვილად. იღებთ სიამოვნებას ამ ყველაფრით. და მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა თქვენი ძენი გაქვთ, ხო? ძენ ენერგიაში ხართ. temperance, ანუ ზომიერება, ზომიერად არის თქვენს ირგვლივ ყველაფერი, ანუ არ მაჩვენებს იმას, რომ ადამიანი სხვათა შორის მისი განწყობა შეიძლება ესეთი ზომიერი იყოს თქვენთან დაკავშირებით და შესაბამისად ზუსტად ასე გხედავთ ადამიანი, ხო? კიდევ როგორ გხედავთ ადამიანი, აბა ვნახოთ ერთი არკანით და კიდევ უფრო მეტად კარგად მივხვდები ზომიერების იქით. კიდევ რაიმე ხომ არ არის. კიდევ როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი. არკანი სამყარო. არა, ადამიანი ხედავს, რომ ნამდვილად თქვენი მოწოდების სიმაღლეზე ხართ, იცით ვინ ხართ, რა ხართ, რატომ გინდათ, როგორ გინდათ. და ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ნამდვილად ძლიერი ადამიანი ხართ, გაქვთ მზარდი პოტენციალი, გაქვთ ზღვა შესაძლებლობების, შესაძლოა საკმაოდ აქტუალური და საინტერესო ადამიანი იყოს სოციმედიაში, ინტერნეტში. მოკლედ გიცნობთ დიდი რაოდენობით ადამიანები, საზოგადოება გიყურებთ, გისმენთ. მოკლედ ადამიანი ფიქრობს, რომ ნამდვილად ყველაფერი აქ კარგად გაქვთ, არაფერს არ უჩივით. და ახლა მოდით ვნახოთ, კარგით, ასე გხედავთ, მაგრამ რეალური, აი შიგნით ამ ადამიანის დამოკიდებულება, არ ვიცი, შესაძლოა თქვენ სურათს ხედავთ, თქვენ ახსენდებით. რეალურად მისი დამოკიდებულება როგორია თქვენთან მიმართებაში, სამ არკანში ვნახოთ. რეალური მისი დამოკიდებულება. რეალური მისი დამოკიდებულება. თქვენ შეიძლება სხვა ადამიანს
ეკუთვნით რატომ გამიჩნდა სურვილი რომ მეთქვა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს რომ თქვენი სახით შესაძლოა დაკარგა ურთიერთობაში ყველა ნაწილში დაკარგვა იმიტომ რომ არკანი იმპერატორი ქალი არკანი სიკვდილი ხო დასრულებული არის თქვენ შორის ურთიერთობა და შესაძლოა ადამიანი ფიქრობდეს რომ ნამდვილად ან სხვა ადამიანთან ხართ თქვენი ცხოვრება გაქვთ ანუ ადამიანი გხედავთ როგორც დაკარგულ ძალიან დიდ რესურს ძალას და ენერგიას და კიდევ ერთი მომენტი ამ ადამიანს შეიძლება თვითონაც არ უტყდებოდეს საკუთარ თავს მაგრამ ქვეცნობიერ დონეზე კონდეს სხვათა შორის გარკვეული გრძნობები თქვენთან დაკავშირებით თუ გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით რა გრძნობა არის ეს ცით რა არის მთლიანობაში გაბრაზებულია თქვენზეც, გაბრაზებულია საკუთარ თავზეც, იმიტომ რომ ხვდება რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მისი ბრალეულობით თქვენ. იცით მომენტები აქვს, როდესაც საკუთარ თავს სადანაშაულებს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს შეიძლება თქვენ ერთად აღარ ხართ, აღარ მეგობრობთ, აღარ გქვიათ თუნდაც ოჯახი ხო გააჩნია ვინ ჩაიფიქრეთ. მეორე მომენტში გაბრაზდება, მოღალატე ხდებით მისთვის, საშინელი ადამიანი ხდებით მისთვის და თქვენზე იწყებს გადმობრალებას, ხო? ეს არის ესეთი ტურბულენტობა ადამიანში, როდესაც ეს ტურბულენტობა ხან საკუთარ თავზე ეწყება ადამიანს, ხან თქვენზე, ხო? ეს გრძნობები, ემოციები, სიბრაზეები და ასე შემდეგ. ფაქტი ის არის, რომ ეს ადამიანი სხვათა შორის ცდილობს რომ დაფუძნდეს, ცდილობს რომ იპოვოს თავისი წარმატების კარი, თავისი ვარსკვლავი ხო უნდა რომ იპოვოს, მაგრამ ვერ გეტყვით ნამდვილად რამდენად გამოსდის ან არ გამოსდის, ხომ? იმიტომ რომ მე აქ ვხედავ ადამიანს, რომელსაც თითქოს უფრო მეტი შანსები ქონდა თქვენთან, რომ რაღაც მეგობრობით, ურთიერთობით, პარტნიორობით, რომ უფრო კარგ, ვთქვათ, სიმაღლეზე ყოფილიყო, ვიდრე მაგალითად ეხლა რასაც ადამიანი წარმოადგენს, ანუ თითქოს ადამიანის პოტენციალი განახევრებულია. ამიტომ ადამიანი აქ ნამდვილად გეტყვით, რომ გაბრაზებულია. ადამიანის პირველი წამყვანი ემოცია ეს არის სიბრაზე. სიბრაზე საკუთარი თავის მიმართ, სიბრაზე თქვენს მიმართ და ის რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი დამთავრდა თქვენი სახით და ადამიანი ამას იაზრებს, ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობს, ვერ ვიტყვი რომ საკუთარ თავზე არ ბრაზობს, მაგრამ ხვდება რომ თითქოს უკან მოსაბრუნებელი გზა ადამიანს ნამდვილად აღარ აქვს თქვენთან მიმართებაში. დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი ვნახოთ, თქვენ როგორ ხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი, ვინც ახლა ჩაიფიქრეთ. თუ ეს კომენტარებს ველოდები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია არხის აქტივობისთვის, ასე რომ გამოიწერეთ არხი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი და ბალანსი მნიშვნელოვანია, სიმბიოზი მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს ერთმანეთის სიამოვნების მინიჭება, ლაიქებით, კომენტარებით და მე კი ჩემი საჯარო გაშლებით, რა თქმა უნდა. მეორე ვარიანტი, თქვენ როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენ გხედავთ არც თუ ისე კარგი ფორმით და არც თუ ისე კარგად მიღწერს ახლა ადამიანი თქვენს თავს, ხო? იმიტომ რომ მისთვის ხართ სასტიკიც, მისთვის ხართ დაუნდობელიც, მისთვის ხართ ადამიანი, რომელიც რაღაც ესეთ გაღიზიანებას იწვევს მასში, როდესაც მე ვეუბნები რომ ამიღწეროს თქვენი თავი, ადამიანი ღიზიანდება. ეტყობა რომ გვირგვინზე კარგად აუკარით ხელი, ხო? მეორე ვარიანტი. ადამიანს აფოთლის, არ ვიცი, ალერგიული რეაქცია ემართება. ხო, როგორ გხედავთ ადამიანი ახლა? როგორ გხედავთ ადამიანი ახლა? როგორ გხედავთ ადამიანი ახლა? The devil, ხო გეუბნებით, რა ყველაფერზე წამსვლელი, გათახსირებული, საშინელი ადამიანი, მანიპულატორი, მოღალატე, მატყუარა, მოკლედ ადამიანი, არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აშკარად ჩანს, რომ ადამიანს სარკეში საკუთარი თავი კარგად დაანახეთ. გამიგეთ მეორე ვარიანტი. კარგი, რატო გხედავთ ეს
ეს რატომ მიღწევს თქვენს თავს ჩაფიქრებული ადამიანი ესეთ სუდად? რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი ასე გხედავთ? ექვსიანების პენტაკლები, რაღაცას აღარ აძლევთ ადამიანს? რესურსი შეუწყვიტეთ, ონკანი გადაუჭირეთ და წედი შენ ჭკვეცვატირეო? აღარ აძლევთ ადამიანს რესურსს და აბა იქნებით ახლა მისთვის ყველაზე საშინელი და საზღარი ადამიანი. ტოჟემნე. მომინდომეთ ახლა თან რესურსი გადაუკეტოთ. თან არა ჭამოთ, არა სვათ და თან კარგი დამოკიდებულება გქონდეს თქვენზე. ეგრე სად არის მეგობრებო? ყოჩახ, ბრავო. ბრავო. რეალურად როგორ ხედავთ გავიგე, მაგრამ აი რეალურად როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენთან მიმართებაში? სამარკანში მაჩვენე, რეალური დამოკიდებულება როგორია? გულნატკენია. ხო, მოკლედ მეგობრებო, საშინლად გაბრაზებულ ადამიანს უყურებთ თქვენზე. ანუ ესე გხედავთ, ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ თქვენ ხართ ძალიან ცუდი ადამიანი. ხო, გთვლით ძალიან მატყუარა ადამიანად. შო, აქეთ თქვენ ატკინეთ გული, თქვენ აურტყით ხელი მას იმ ყველაფერზე, რასაც ის ფიქრობდა, რომ თქვენ გაძლევდა და თქვენგან იმსახურებდა. ასე რომ მასთან კონტაქტზე გასვლაზე ხო საუბარი ზედმეტია, თუ არ გინდათ რომ ხა ადამიანმა რაღაცა ზღვა შეურაცხყოფა მოგაყენოთ ან რაღაცა ძალიან ცუდი და არასასიამოვნო გითხრათ, ეს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ადამიანი საშინლად ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენს თქვენთან დაკავშირებით. მესამე ვარიანტი. ეზიზღებით მეორე ვარიანტი ადამიანს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სიამოვნებით, რა ვიცი, გაგლეჯდა ჩუაზე. კვერცხზე რო ყავდეთ. ძალიან დიდი აგრესია. მესამე ვარიანტი. ლაბორატორიით ვინ ჩაერჩია? თქვენ როგორ თქვენ როგორ გხედავთ ახლა ჩაფიქრებული ადამიანის, სწორია. ორიანების კვერთხები. ადამიანი ხედავს, რომ ხართ გარკვეული არჩევანის წინაშე, ადამიანი ხედავს, რომ ალაგებთ თქვენს ცხოვრებას, ადამიანი ხედავს, რომ მნიშვნელოვანი ეტაპი გაქვთ შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში, ხო? ადამიანი ხედავს, რომ ესეთი ეტაპია რა, ძალიან ესეთი საინტერესო თქვენს ცხოვრებაში. კიდევ როგორ გხედავთ ადამიანი? იმპერატორი ქალი, ორიანების პენტაკლები, ძალიან ორიანი. ანუ ძალიან რესურსიანი, კარგი ადამიანი, რომელიც ხა ცხოვრებაში აკეთებს, აბალანსებს გარკვეულ საკითხებს. რას აბალანსებთ? იმპერატორი, ათიანების ხმლები. შესაძლებელი ადამიანი ხედავს, რომ ან საყვარელ ადამიანთან გაქვთ სირთულეები, ან შესაძლოა ხა რაღაცა სერიოზული დასრულდა ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, არ ვიცი, შეიცვალეთ სამსახური, დაასრულეთ მეუღლესთან, პარტნიორთან ურთიერთობები და ადამიანი გხედავთ, რომ ახლა რაღაცნაირად ესეთ ბალანსის პროცესში ხართ, როდესაც გინდათ, რომ საკუთარი თავი ხელთავიდან იპოვოთ, აღმოაჩინოთ, უკვე აღმოჩენილი გაქვთ პრინციპში და ხა რაღაცა არჩევანების და ბალანსების პროცესში ხართ, როდესაც ადამიანი ალაგებს და მაინც აქ ჩანს, რომ რაღაცა სტრუქტურა, კანონი, წესრიგი, სამსახური, იმპერატორი, ხო, ასე როგორც მამის ქმრის ფიგურა, დამთავრებული, ანუ ათიანების ხმლები, ან რაღაცა მოგანიჭათ ძალიან დიდი ტკივილი ადამიანმა და ხა თითქოს საკუთარ თავს რაღაცნაირად აწყობთ. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ხედავს, რომ რაღაცა ეტაპი დამთავრდა თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ეს ადამიანი, რა ვიცი, თვითონ ეს ადამიანიც ჩაიფიქრეთ, რა ვიცი, ვისაც ხა კითხულობთ ხო ინფორმაციას, მაგრამ ადამიანი ხედავს, რომ კი, ნამდვილად დამთავრდა და ცდილობთ ხა ბალანსის დალაგებასა და პოვნას. ნამდვილად. ცუდად დავარყოფით, ადამიანი ნამდვილად არ გხედავთ, ყოველ შემთხვევაში ასია. ვნახოთ რეალურად რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. ვნახოთ მისი რეალური დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. პენტაკლების დედოფალი, არკანი ეშმაკი, არკანი სამართლიანობა. მე ხა აქ რას გეტყოდით აქ მეგობრებო, დამელოდეთ 15 წუთიანი ვიდეოები მაქვს უკვე მიმთავრდებოდა წამებიდან უნდა შემენახა ნამდვილად. ადამიანის რეალური დამოკიდებულება. ერთი წუთით.
მე ერთ რაღაცას გეტყოდეთ, აქ ადამიანს ძალიან ეშინია ან თქვენი დაკარგვის. ან ადამიანს ძალიან ეშინია იმის, მაგრამ დაკარგვა როგორც რესურსი, იმიტომ რომ ხედავთ როგორც პენტაკლების დედოფალი. არკანი ეშმაკი და არკანი სამსჯავრო. ანუ ნახეთ, რეალურად ადამიანმა იცის, რომ მის ცხოვრებაში შესაძლებელია ითამაშოთ ოქროს ბილეთის როლი. რეალური დამოკიდებულება არის იმასთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეშინია თქვენი დაკარგვა როგორც რესურსის. თუ აქ სამკუთხედის თემა არის ან ის ადამიანი ხა ვინც მე ზემოთ ვახსენე, მას ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის. ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის, იმიტომ რომ თქვენი დაკარგვა უდრის სტაბილურობის დაკარგვას. თქვენი დაკარგვა უდრის, შეიძლება სხვისი თქმა არიც იყოს. მესამე ვარიანტი. არ გამოვიწყე. ასე რომ მისი დაკარგვა, თქვენი დაკარგვა უდრის ძალიან დიდი რესურსის და ენერგიის დაკარგვას მის იმაში. ასე რომ მისი განწყობა არის ასეთი, რომ შესაძლებელია ნამდვილად ადამიანმა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს რესურსი და ეს ენერგია არ დაკარგოს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში მე-15 არკანის ქვეშ მოძრაობს და ეს ვერ ვიტყვი, რომ თქვენ ნაწილში ჯანსაღია რამენაერად. რეალურად რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? რაღაცა ძალიან გავს ეს ყველაფერი სამკუთხედის თემას. ძალიან გავს ეს ყველაფერი სამკუთხედის თემას. ძალიან გავს ეს ყველაფერი სამკუთხედის თემა, სადაც ყველა ადამიანი თქვენ გინაწილებთ რაღაცა როგორც თავისთვის სასურველ სცენარს და მე ერთადერთი იმას გეტყოდით, რომ თუ აქ ორი კაცის თემა არის და არჩევანის ანაწილია, ერთზეც ძალიან დაუფიქრდებოდი და მეორესაც. იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს, რომ ეს ან სამკუთხედი, ან საერთოდ ოთხკუთხედით შეიძლება იყოს. სადაც თქვენი დაკარგვა არა იმიტომ, რომ კარგი ადამი, არამედ იმიტომ, რომ არ უნდა თქვენი დაკარგვა, რომ ძალიან რესურსიანი ხარ, ძალიან კარგი და ტკბილი ენერგია გაქვთ მათთვის ნამდვილად. ეს როგორც ვარიანტი. მე არ მომწონს ამ ვინც ჩაიფიქრეთ ის, რომ ცით როგორია, თან რაღაცებს ელოდება, სტრატეგიებს აწყობს, მიხვდით ხო? და ამას არ აკეთებს სიყვარული და არ აკეთებს გრძნობით, ამას აკეთებს სტრატეგიით, მიჯაჭვულობით და აბსოლუტური ეგოიზმით. იმიტომ რომ ძალიან უნდა რომ დაგინახოთ როგორც მისი საკუთრება. მე მეც არაფერს არ გეტყვით. და ერთი უბრალოდ მინიშნება მინდა მოგცეთ. თუ გინდათ რომ სამყარო სამართლიანი იყოს თქვენთან მიმართებაში, პირველ რიგში სამართლიანი იყავით თქვენ საკუთარ თავთან მიმართებაში და სხვა ადამიანებთან მიმართებაში. თუ ეს ის მომენტია, როდესაც სამართლიანობას ითხოვთ მეორე მხრიდან, ხო, რომ აი მოდი ჯერ ერთი ისტორია დავამთავროთ და მაშინ მეორეში გადადით. თუ ეს ოთხკუთხედია. ხვდებით ხო, ისი თქმა მინდა. როდესაც ხვის ერთგულებაზე იფიქრებთ და შეამოწმებთ, აბა ვინ რამდენად ერთგულია უყვარხართ, თქვენს დასვით ეს საკითხი თქვენთან დაკავშირებით. თქვენ შეიძლება მორალს არავინ არ გიკითხავთ, მაგრამ საერთოდ არ იყოთ იმ ადამიანთან და რაღაცა თქვენი პრობლემები გქონდეთ, მაგრამ დაასრულეთ. ხვდებით რისი თქმა მინდა, რომ ისი არ მოხდეს, რომ სხვას გაუშვიროთ თით იმაზე, რასაც თქვათ იგივენაირად თქვენ აკეთებთ. ეს ინფორმაცია ვიღაცას უნდა მოესმინა ჩემი მსმენელიდან. ეს ინფორმაცია ვიღაცას უნდა მოესმინა ჩემი მსმენელიდან. თუ გინდათ რომ ყველაფერი სუფთა გზით დაიწყოთ, თქვენ თვითონ გაასუფთავეთ ჯერ თქვენი გზები. აი ეს არის ის, რისი თქმაც მინდოდა და თუ ეს სამკუთხედია, სადაც თქვენ უბრალოდ თქვათ არავინ არ ყავთ გვერდით და მამაკაცია ცოლით, 100 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი პირველ რიგში გიყურებთ როგორც რესურსი. რესურსს და ძალიან გემრიელ ენერგიას. და რაღაც სტრატეგიებშია, რომ ეს ყველაფერი არ დაკარგოს თქვენი სახით.
მურჩა და დამთავრდა. ისურვებ წარმატებებს. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით.